მე ისევ ჩემი ქალაქიდან მოგესალმებით, ჩემი ლამაზი ფოთიდან. რა ვიცი, თავაწეული ამაყა დავდივარ ფოთის ნებისმიერ ქუჩებში, მიხარია, იმიტომ რომ ხალხი ისევ და ისევ ჩემი ქალაქის ღირსეულ ჩემპიონად მთulis და ეს ყველაფერი ჩემთვის საამაყო ფაქტია. ორი მებრძოლიდან ერთ-ერთს უნდოდა, რომ რა ვიცი, ფოთის საამაყო მებრძოლი ყოფილიყო რა და რა შეეხება ყველაფერს, ფოთშიც არ ჩამოსულა ბრძოლის შემდეგ რა, მე მგონი ისევ ბათუმშია. რა ვიცი, სეზონია, ხალხი ჩამოდის, რა ვიცი, ძალიან ბევრი დამსვენებელია ჩამოსული ჩვენს ერთ-ერთ ულამაზეს ქალაქში. და რა ვიცი, ვემზადები ისევ 23-ში ვაპირებ ისევ ბრძოლა, სადაც ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ბრძოლა იქნება, იმიტომ რომ უნდა გაერთიანდეს ქამრები, ტიტული და უნდა გაირკვეს ვინაა 70 კილოგრამი წონით კატეგორიის ღირსეული ჩემპიონი. სადაც შევხვდები ბესო ფარჯიანს და მინდა რომ მაქსიმუმი ჩავდო მაგ ბრძოლაში, გავაკეთო ყველაფერი იმისათვის რომ დავრჩე ისე და ისევ რა თქმა უნდა და ულაპარაკოთ ღირსეული ჩემპიონი და ქამარს დავიცავ მეორედ. და რა ვიცი, ჩემთვის ეს ყველაფერი ძალიან ბევრს ნიშნავს, იმიტომ რომ ქამრის აღება იმდენად ძნელი არაა, რამდენადაც დაცვა. და რა ვიცი, ამ დაცვისთვის ყველაფერს ვდებ რა, მინდა რომ ყველაფერი ჩავდო და ყველაფერიც ჩავდე და არჩენს კიდე 23-ში რინგზე, რა ვიცი, ვანახებ რა თუ როგორი მზადება გავიარე. ის ფაქტი, რა ვიცი, აი როცა სოციალურ ქსელში შევდივარ, ძალიან ბევრი კომენტარი მხვდება, ძალიან ბევრი აზრები მხვდება, რომ ეს რამოდენიმე ბრძოლა რო ერთმანეთს მივაბი, თუ როგორ გზნობ თავს რა. ზედმეტად იდეალურად გზნობ თავს, კი რა თქმა უნდა, ეხა ისე თხოძე და ისე აი გიჟივით ვერ გზნობ თავს, მაგალითად როცა 95 კილოდან 70-ში ჩამოვდიოდი და ვიღდგენდი, მაგრამ ეხა ზედმეტად მაგრად გზნობ თავს, არ მაქვს ის გრძნობა, რომ სიტყვაზე შეიძლება აი დასუსტებული ვიყო ან რამე, ჯერ სიმართლე რო გითხრათ, წონის კლება არც კი დამიწყია ვარ. 74 კილო, ჭამ ყველაფერს ვაფშე დღეს ჩამოხვედით და აღნიშნის მიზნად დღეიდან დავიწყებ წონის კლებას რა. ესენით კორტავასთან დამეწუთავიდან მე იანვარში დამეჩხუბა, მაგრამ წელის პრობლემის გამო კორტავა ჩაიხსნა და ბაბუსთან მომიწე ჩხუბი. ეხლა უკვე კორტავასთან ზეგ გვაქვს ჩვენ ჩხუბი და ზეგ ჩავატარებთ მაგ ბრძოლას. მის მერე არც მიჩხუბი არა ვემზადებოდი, ახლა მარტო დავიწყე მომზადება, რამოდენიმე თვის უკან დავიწყე მომზადება და ასე რომ ვთქვათ, რა მშვენიერ ფორმაში ვარ და აი ბრძოლასაც შემოგთავაზებ და აი ჩხუბი გვექნება მე და კორტავას, ასე რომ ვთქვათ, ჩვენ ბოლო ივენთის ისე წარმოგიდგენთ და კარგი ბრძოლას ვიქნება და ჩხუბის, ასე რომ ვთქვათ. რავი, ხა ჩეხაობას არც ვერ იდები უფრო არც მიჭირს ხა ჩეხაობა, ბაბუსთანაც ვიჩეხავი, ციკლაურთანაც არც გამიჭირდა ხა ჩეხაობა და უფრო ანუ კორტავასთან უფრო სხვანაირი სტილზე ვიყავ მომზადებული და ასე უცებ რომ შეიცვალა ეს სტილი მოქმედება და ეს ყველაფერი, მაშინ უკვე ჩეხაობა და ეს ყველაფერი მომზადებულიც არ ვიყავი ხა იმის სტილზე როგორ უნდა მეჩხუბა და რაღაცა. მაგის იმაზე უფრო ჩეხაობა მომიწია, მაგრამ არც კორტავასთან არის მოვიდები ჩეხაობას, იმიტომ რომ არც მაქვს პრობლემა მაგაზე ჩეხაობაზე და არც ახლო ბრძოლაზეც და შორტ დისტანციაზეც არ მაქვს ეს რა. უფრო ჩემი შორტ დისტანცია და უფრო შორი მოგეჩხუბი. როგორც პრემის იმას ისე ჩხუბი. დანარჩენი კიდევ რაც შეეხება, რავი, კორტავასთან ბრძოლაზე იყო. ეხლა ვნახავთ ზეგან. იქნება კაი ჩხუბი იქნება. აი სანახაობაც იქნება და გახდება ჩვენ შორის პირველი ნომერი ვინც იქნება 70 კილოგრამის ჩემპიონი და შემდეგში კიდევ რავი მელიქანი შეხვდება ჩვენ შორის მოგებული და ეხლა უნდა მივიღო კარნეტინი, როგორც გითხარით, დღეიდან დავიწყებ კლებას, იმიტომ რომ თუ რამე ერთ დარღვევას კიდე მოვასწრებ, დღეს კი ჭამე კარგად გემრიელად, მაგრამ ბარემ დავიწყებ რა. ბევრი დასაკლები არაფერი არ მაქვს, დაახლოებით მაქვს დასაკლები 4 კილო. არც ალბათ 3.900, 3.800. ჯერ ადრეცაა სხვათა შორის დაკლება, მაგრამ მაინც დავიწყებ, რომ მერე შიგადაში ერთ დარღვევას მოვასწრებ კიდევ, კაი გემრიელ ჭამას.
და ეხა ვიღებ ელკარნიტინს, სხვადასხვამაც არანაირს არაფერს არ ვიღებ. ეხა ვიღებ ელკარნიტინს იმისათვის, რომ მეხმარება წონის დაკლებაში. და ცხიმისწვანში, ну ცხიმწველია რა, სხვა არანაირ არაფერს არ შეიცავს. და ეხა ვიღებ ცხიმწველს იმისათვის, რომ ცხიმები გაუშვა და მაგარი კუბიკები მქონდეს შხულზე. მაიაკი არის დაახლოებით იქით აქეთ. ну ეს ჩვენი ზღვის სანაპირო რო ავიღოთ ზუსტად. გათვლილი არ მაქვს, მაგრამ 2 კილომეტრ ნახევრამდე. რაც ნიშნავს მაიაკს ასე ვეძახ ჩვენ შუქურას. ანალოგი არ ყავს თუნდაც სოფლიოში, ერთ-ერთი ულამაზესი ადგილია ჩვენს ქალაქში. და ეხლა ვაპირებ 2 კილომეტრ ნახევარის სირბილს, მე მივალ დარბაში ლომებთან. ну ეს 2 კილომეტრ ნახევარი არც კროსია, უბრალოდ ჩათვალეთ მოვითელები, მე მივალ დარბაში და მე შევუდგებით ვარჯიშს. მომზადება დავიწყე ივლისში დავიწყე და ვარჯიშობდი სულ სვანეთში, ლატალში რა, ჩემს სოფელში და ჩემს ტრენერი კიდო ზურიკო თამლიანი არის, მაგასთან ვმზადებოდი. ეგ ვამზადებდა, რა ვიცი, ფორმაში ვარ. წონის კლებას კიდო რაც შეეხება, დავიწყე 78 კილოდან დაკლება. ну ორი კვირა უკვე რაც დავიწყე მაგის დაკლება, იმიტომ რომ ასე უცებ კიდე ვერც დავიწყებდი თავიდან ამის კლებას და ფორმაში კიდე მაშინაც აი ფორმაში ვიყავ, მაშინ უფრო უკეთეს ფორმაში ვიყავი, როგორცთან რომ მქონდა შუბები. მაგრამ არანაკლები ხა არ ვარ ფორმაში. უფრო კრივი სტილზე ვარ, უფრო მომზადებული ვარ, იმიტომ გავიარე ჩემ მასწავლებელთან და ტრენერთან, რომელიც უფრო კარგად იცის და უფრო კარგად მომამზადა მაგ ჩხუბისთვის და უფრო ტექნიკურად და უფრო კაი იმაში ვარ ფორმაში რა, რაც შეეხება იმასთან შედარებით. ეხლა მოვედით დარბაში, როგორც გითხარით. დღეს მოვარჯიშებს გიორგი უზბეკა ეგრეწონებული ქართული კრივის ლომი და დღეს ვიმუშავებთ ლაპებზე, ცოტა ხალხს გადავყვით. როგორც გითხარით, უკვე დაჯწონის კლებას დაწყებული არ მაქვს. ესე რომ, რა ვიცი, ცოტა ლაით ვარჯიშებზე ვარ, ეხა ამ ეტაპზე, იმიტომ რომ თავსაც ძალიან არ ვიღლი. ფორმაში როგორც ესეთი ვარ, იდეალურ ფორმაში, აქამდე ვარჯიშობდი, მქონდა ძალიან მაგარი ვარჯიშები, ძალიან დატვირთული ვარჯიშები. და რა ვიცი, 23-ში განახებთ ყველაფერს რა. რაც შეეხება სხვა დანარჩენს ავივარჯიშებთ ხა. რაც შეეხება 23-ის ვარჯიშს და ჩემს აქეთ დარბაში გადმოსვლას შემეტყო ძალიან ფიზიკურადაც. ჩემს ბრძოლებზეც აისახა ეს ყველაფერი, რომ უკვე 4 თვის პერიოდში ვატარებთ მესამე ბრძოლას, აქამდე მქონდა 2022 წლიდან 24-მდე მქონდა სულ 3 ბრძოლა ჩატარებული, რაც შეეხება სულ სისტემატიურ ვარჯიშებში ვარ და არ მიწევს ზედმეტად წონის კლება, იმიტომ რომ ვარ სულ სისტემატიურ ვარჯიშში, ვარჯიშობ სულ მაქსიმალურად გვერდში მიდგანან ეს ლომები, რისთვისაც მადლობას ვეტყვი და რა ვიცი, სხვა დანარჩენი ყველაფერი იდეალურად მაქვს, წონაც ყველაფერიც, რა ვიცი, ძალიან კაი ყოფილა სისტემატიური ვარჯიში, მოკლედ სიმართლე რო ვთქვა, პირველ რიგში კრივის ბაზა ვაფშე სულ სხვაა და ძალიან დამეხმარა ეს ყველაფერი, ყველანაირ თუნდაც ფეხზე მოძრაობაში, თუნდაც ხელის ტექნიკაში და ასე შემდეგ. რასაც, რა ვიცი, რინგზე განახებთ 23-ში. დარწმუნებული ვარ, უმაგრესი ბრძოლა მექნება, იმიტომ რომ ბესოსაც შეეხება არის ძალიან ჟილკიანი ბიჭი, სულ წინ მოდის, მაგრამ რაც შეეხება ჩემთან ბრძოლაში არ ამგონია წინ წამოვიდეს და მე მომიწევს ალბათ პირველ ნომრად მუშაობა, მაგრამ იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ უმაგრესი ბრძოლა იქნება, ამტანი ბიჭია და ვნახოთ რა, როგორ აიტანს ჩემს ტრაილერებს რა. დარწმუნებული ვარ იმაშიც, რომ არ შემხდება ისეთი მებრძოლი, რომელიც ფეხში შემომივარდება და ვიცით, ვინცა ბესო, არ დამიწყებს ჭიდაობას და ბრძოლისთვის და ომისთვის მე მზად ვარ ომში. შემოვალ, საიდანაც წაგებული არ გამოვიდი. კიდევ ერთი მაგარი ვარჯიში გამომივიდა. მომეწონა, ძალიან კარგად ვიმუშავე თათებზე. დაღლაც
საერთოდ არ მაქვს. კარ ფორმაში ვარ და მაგიტო. და რა ვიცი, 23-ში გავამართა ბრძოლას. ყველას მიგითითებთ რომ იყიდოთ ბილეთები, გელოდებით ყველას. იმიტომ რომ პირდებით დაუწყარ საღამოს თან. ჩემი როგორ თქვა, როგორ აგეხსნათ. ჩემი მოღვაწეობა რაც გამაში დაიწყო ცხოვრებაში პირველად მაქვს მთავარი ბრძოლა, რაც ჩემთვის კიდევ უფრო დიდი სტიმულია, იმიტომ რომ ივენტს მე დავხურავ და რა ვიცი, ყველაფერს კპირდებით ვაფშე რომ საუკეთესოდ იქნება და უმაგრეს ბრძოლას ნახავთ რა, ესე რომ გელოდებით ყველას 23-ში.